სასულიერო პირის პირველი საქმე იცით რა არის? სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან გული მწყდება. რომ ჯერ ალბათ ადამიანები ვერ მივიდნენ იქამდე, სასულიერო პირებზეც ვლაპარაკობ, რომ სასულიერო პირი არის ქრისტეს გზის გამგზელებელი. რას ნიშნავს ახლა ეს? უფალმა გაკვალა გზა, ცათასასწრაფეულის კარი გააღო და მოწაფეებს უთხრა, აი ამ გზას გამოყევით, ასწავლეთ. ვინც შეხვდება, მოაქციეთ ქრისტიანობაზე, მონათლეს წმინდა სამების სახელზე და ასწავლეთ ყოველივესო, რაოდენიც რა გამცენ მე თქვენო. ანუ რაც მე გასწავლეთო, ის ასწავლეთო. და ღდლის პირველი მოვალეობა არის რა, იცით? ის რომ ხო თაობები ხო ახლა მოციქულები ცოცხლები ხო არ იქნება, რაღაცა გარდაიცვალენ. ღდელი აგზელებს სამოციქულო გზას, ეპისკოპოსი, პატრიარქი, ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, ბერი, მონაზონი, ეს აგზელებს ქრისტეს გზაზე ეხმარება ადამიანებს რომ მიიყვანონ. და პირველი პასუხისმგებლობა ეს არის. მერე ქრისტიანების მრევლის პასუხისმგებლობა ეს, იმიტომ რომ ავაცხადეთ, ჩვენ ვართ ქრისტიანები, ღმერთის გზაზე მოსიარული ადამიანები ცათასასწრაფეულისაგან ერთიანობით და ერთობით. და ამ ერთობით სწორედაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სხვისთვის. ვაკეთებთ მაგას, თუ ეგოისტურად მარტო ჩვენთვის შრომობთ, ჭამთ, სვავთ, ვიცავთ, მივდივართ, ვისვენებთ, მოვდივართ, გინდა წუხვად, გინდა ასე. არ არის ეს ხალხო ასე. ერთი ორგანიზმი არის, ერთია. ღვთის ხატება და მსგავსება და ერთი ღმერთი არსებობს, ერთი. და ერთი ღმერთის ხატება და მსგავსება ვართ. ესე იგი, სულ ყველა ერთი ვართ ჩვენ.